ერთი და იგივეა. მეთაურის მუშაობას აქცევს. პოლკოვნიკი არის ოძე თქვენი ბრძანებით გამოუცხადეთ. ბატალიონის იურისტი. ბატალიონის ადმინისტრატორი. გვეხმარებიან სატანკო ამას იყენებენ. დიახ, და აგერ ვესებული კუმულაციური მუხტი იყო. ანუ ისინი სრულყოფილ. ეხლა გადავიდეთ. მე მქონდა საშუალება გავცნობოდი კრწანისის მოსამზადებელ ცენტრში, საბრძოლო ცენტრში თუ როგორ ემზადებიან ჩვენი ჯარისკაცები, როგორ ემზადება ბატალიონი, რომელიც შემდეგ უკვე გაიგზავნება ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესასრულებლად. ძალიან კმაყოფილი ვარ, ინსტრუქტორებიც, თავად ჯარისკაცებიც არიან ძალიან მოტივირებული. მაღალ კვალიფიციურ სამხედრო განათლებას იღებენ და აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალებები საბრძოლო მოქმედებების დროს, ეს რა თქმა უნდა ვარჯიშიდან და ტრეინინგიდან ჩანს. ჩვენ უნდა შევუწყოთ ყველანაირად ხელი, რომ ეს ცენტრი კიდევ უფრო განვითარდეს, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა სრულფასოვანი წვრთნის, სრულფასოვანი აღჭურვის და ძალიან მადლიერები ვართ ასევე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ესეთ დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენს ჩვენს ბიჭებს, რომ ისინი მომზადებული წავიდნენ უკვე ავღანეთში. მე ასევე მქონდა შესაძლებლობა დღეს მომენახულებინა სამხედრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი. მქონდა პირად შემადგენლობასთან შეხვედრა, გავეცანი მათი მოქმედების ასე ვთქვათ ტაქტიკას, მათ ამოცანებს და ასევე მქონდა შესაძლებლობა ეროვნულ გვარდიაში გავსაუბრებოდი თვითონ გვარდიის სარდლობას, მათი ამოცანები და მათი გეგმები შემეფასებინა. მე ვთვლი და დღესაც მინდა გავიმეორო, რომ ძალიან დიდი სამხედრო ადამიანური რესურსია, ოფიცრობის რესურსია ჩვენს ქვეყანაში, ამათ ჭირდება ამ ადამიანებს მოვლა, პატრონობა, სწორი ამოცანების განსაზღვრა და მე როგორც სამოქალაქო მინისტრი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ უზრუნველყოფა საკუთარი ამოცანის შესასრულებლად.